ზამთრის ასეთ ამინდებს წვნიანები უხდება და ჩვენს ხმელი ლობიოს წვნიანი მოვამზადოთ. ხმელ ლობიოს ათასნაირად ვამზადებთ, ნიგვზიდან დაწყებული, ღორის ლორით და ლობიანებით დამთავრებული. თუმცა დღეს მე ძალიან მარტივი რეცეპტი უნდა გაგიზიაროთ, რომელიც ძალიან სწრაფად მზადება და ძალიან გემრიელია. იმას აღარ მოგიყვებით, რომ ლობიო უნდა ჯერ გავარჩიოთ, კენჭები რო არ შეყვეს და კარგად გავრეცხოთ. რომელ ლობიოს აიღებთ, ეგ თქვენ სურვილზეა. უკვე გარეცხილი ლობიო მოვათავსოთ ქვაბში ან რამე თასში, დავასხათ ცივი წყალი ისე, რომ 2 თითზე ფარავდეს. ეს საღამოთი უნდა მოვამზადოთ და დილამდე დავტოვოთ. დილით კი აი ასე სავსე დაგხვდება, მთელ წყალს შეიშრობს, აქ მეტი წყლის დამატებაც შეიძლებოდა. ლობიო ერთხელ კიდე გავრეცხოთ, წყალი გამოუცვალოთ, მოვათავსოთ შესაფერის ქვაბში და დავასხათ ცივი წყალი. 3 თითზე რომ დაფაროს ისე. აქვე პირდაპირ დავამატებ 1 დაფნის ფოთოლს, ნივრის კბილს და მწარე წიწაკას. დავახუროთ სახურავი და შემოვდგათ ცეცხლზე. დაველოდოთ ადუღებას, როგორც კი ადუღდება, დაუწიოთ ცეცხლზე, ძალიან დაბალ ცეცხლზე უნდა ვხარშოთ. ასე წინა დღეს ჩალბობილი ლობიო იხარშება ძალიან მალე. ზოგადად ლობიოს პირველ ანადუღარ წყალს უცვლიან და ხელმეორედ ასხამენ მდგრარე წყალს და მერე ხარშავენ, თუმცა დღეს მე ამას არ გავაკეთებ. ლობიო კარგად უნდა მოიხარშოს, ძალიან უნდა დარბილდეს, წყალი თითქმის უნდა ჩაშრეს. ამოვალაგე დაფნის ფოთოლი, მწარე წიწაკა. გადავიტანე ცალკე თასში და ლობიოს ჩავშლი, დავჭყლეტავ. შესაფერის ქვაბში მოვათავსოთ ერბო, კარაქი ან ზეთი, თქვენ რომელიც გინდათ. დავამატე წვრილად დაჭრილი ხახვი და მოვშუშოთ. თუ ზეთს გამოიყენებთ, ზეთი ჯერ გააცხელეთ და ხახვი მერე დაამატეთ. ხახვი რო იშუშება, დავამატებ სუნელებს. დავამატე 1 ჩაის კოვსი ხმელი ქინძი, უცხო სუნელი, ხმელი სუნელი. ვამატებ ჩაშლილ ლობიოს. მარილი დავამატოთ გემოვნებით. დავასხამ 500 მილილიტრ ცხელ წყალს. ლობიო რო გაიხსნება, შეეხედება რამ სისქე იქნება ჩვენი წვნიანი. თქვენ თქვენი სურვილით დაამატეთ, რამდენად თხელი წვნიანი გინდათ. დავახუროთ სახურავი და დაველოდოთ ადუღებას. ამას ბევრი ხარშვა აღარ უნდა. სანამ ადუღდება, დავჭერი მწვანილები და რამოდენიმე კბილი ნიორი. მე მაქვს ქინძი, თქვენ გამოიყენეთ თქვენთვის სასურველი მწვანილები. რომ ადუღდება, 1-2 წუთი უნდა იდუღოს, გემოები რო გაუჩნდეს. დავამატებ პილპილს, მარილად დავაგემოვნოთ. თასში მოვათავსებ 1 კვერცხს და გავთქვეფავ. შეგიძლიათ 2 კვერცხიც გამოიყენოთ. გათქვეფილ კვერცხს დავამატებ ცხელ ლობიოს წვენს და კვერცხს გავხსნშիկ და ისე დავამატებ ქვაბში. ასე კვერცხი არ აიჭრება და საერთოდ არ შეეტყობა წვნიანს, რომ კვერცხია. სამაგიეროდ კვერცხი გააგემრიელებს. თუ კვერცხი არ გიყვარს, ნუ დაამატებ და პირდაპირ მწვანილებზე გადადით. მეც ასევე დაველოდები, რომ წამობუღდეს და დავამატებ მწვანილებს და ნიორს. ქინძი დავამატე და ნიორი. თქვენი ლობიო თქვენ შეგიძლიათ თქვენი გემოვნებით შეაზავოთ. თავარია, რომ ცხელ-ცხელი უნდა მივირთვათ და სუფრაზე მივიტანოთ ის, რაც ლობიოს უხდება. ძმარს არ ვამატებთ, მივირთმევთ წნილთან ერთად.
და რა თქმა უნდა, თავში და ბოლოში უხდება ორნახატი. მე კი ჩემ წითელ ღვინოს დავისხავ და მჭადებთან და მწნილთან მივირთმევ. მოაბზადეთ ამ დღეებში ლობიოს წვნიანი, არის ძალიან დასანაყრებელი მთელი ოჯახისთვის. ლობიოს სასარგებლო თვისებებზე არაფერს აღარ ვამბობ. ლობიოში არის ბევრი რკინა და ხშირად კვირაში ერთხელ მაინც უნდა მივირთვათ ხოლმე ლობიო. იგი თქვენ ახლა დროებით გემშვიდობებით, მალე ისევ შევხვდებით ძალიან საინტერესო რეცეპტებით, იქამდე კი ბედნიერ დღეებს გისურვებთ.